ახლა კი შეპირებული ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი დღევანდელი გადაცემისა უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვისას, გასხვისებისას, გაქირავებისას, გირავნობისას არის მთელი რიგი პროცედურებისა და ასევე საკმაოდ მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენ თაღლითური სქემის მსხვერპლი გავხდეთ. ჩვენ ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ჩვენს სტუმართან ვისაუბრებთ, რომელიც ძალიან მალე შემოგვიერთება ოთარ კაჭკაჭიშვილი, იურისტი. შეგახსენებთ აქვე ტელეფონის ნომერს 2409029 შეგიძლიათ დაგვირეკოთ და უსვათ კითხვები ჩვენ სტუმარს, ჩვენ კი თათია დარასელია სიუჯეს ვნახავთ ახლა. თაკო მარტო ცხოვრობს. ზაფხულის პერიოდს ძირითადად ქალაქგარეთ ატარებს. საკუთარ ბინას კი დამატებითი შემოსავლის გამო აქირავებს. გასულ ზაფხულს ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე მან ბინა ოჯახს მიაქირავა. განცხადების საფუძველზე გამომეხმაურნენ, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გავაქირავე ბინა. პირველი თვის გადასახადი ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე გადამიხადეს, თუმცა მეორე თვის გადასახადი ისევ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გადამავადებინეს. თავდაპირველად სატელეფონო კავშირი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ეს კავშირი შეწყდა. თბილისში დაბრუნებულს დამხვდა სიტუაცია, რომ სახლში არავინ იყო, დატოვებული იყო კომუნალური გადასახადები, სახლიდან წაღებული იყო რაღაც გარკვეული ნივთები. ჩემი პირველი რეაქცია იყო ის, რომ დავრეკე პატრულში, მაგრამ რაკი მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა დადებული. უამრავი პროცედურა იყო გასავლელი. მით უმეტეს არ ვიცოდი რა შედეგი დადგებოდა. ამიტომაც თავი დავანებე. აწევიცი როგორც უნდა მოვიქცე. თაკოს მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, აუცილებლად უნდა გააფორმოთ ხელშეკრულება ან შეადგინოთ ხელწერილი. მოლაპარაკების საფუძველზე იდება შიდა ხელშეკრულება, ესე იგი არა ნოტარიუსი, არა საჯარო რეესტრი არ არის ჩართული, ერთმანეთს შორის შიდა ხელშეკრულება იდება, რომელსაც აქვს იგივე ძალა. ეს არის გამიზნული იმ თვალსაზრისით, რომ მეპატრონემ, ანუ ბინის მეპატრონემ არ გადაიხადოს საშემოსავლო 20%, ნუ არიდოს თავი. დაცულები ორივე მხარე, ნუ აპრიორი არის იმ შემთხვევაში თუ დაიდება ოფიციალური ხელშეკრულება ან უძრავი ქონების სააგენტოში, ან ნოტარიუსში, ან თუნდაც საჯარო რეესტრში. იმიტომ რომ პასუხს აგებენ ამ შემთხვევაში სრულყოფილად ორივე მხარე. სანამ ბინას შეიძენთ, აუცილებლად შეამოწმეთ არის თუ არა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. გადაამოწმეთ რაიმე ვალდებულებებით ხომ არ არის კონკრეტული ობიექტი დატვირთული. დეტალურად გაეცანით ყველა დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ იურისტს. ინფორმაციის სრულყოფილად გაცნობის შემდეგ კი გადმოიფორმეთ ქონება ისევ საჯარო რეესტრის მეშვეობით. ყიდვის შემთხვევაში აუცილებელი პირობა არის წარმოადგინოს პირადობა, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ყადაღის ცნობა, საჯარო რეესტრის ამონაწერი უნდა იყოს აუცილებლად განახლებული, ანუ ახალი. ეხლა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმის, რომ შეგვიძლია საჯაროდ ვნახოთ ინტერნეტში შევიდეთ, ავკრიფოთ პირადი მონაცემები მფლობელის და მანდ ვნახოთ რამე პროცედურა იყო ჩატარებული ამ რამოდენიმე ხნის განმავლობაში თუ არა. ადამიანი დაცული არის იმ შემთხვევაში თუ არის უკვე დევს პირადობის მოწმობა, საჯარო რეესტრის ამონაწერი და ყადაღის ცნობა. ანუ ეს სამი საბუთი აუცილებელია. თუ უახლოეს მომავალში უძრავი ქონების ყიდვას, გაყიდვას, დაქირავებას ან დაგირავებას აპირებთ, ნებისმიერი საფრთხის თავი და ნაცილების საუკეთესო გამოსავალი იურისტთან კონსულტაციაა.